ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკამ ერთი ფრიად უცნაური, მეთქი ერთის მხრივ, მაგრამ რატომ უცნაური, ფრიად მოსალოდნელი, მისგან მოსალოდნელი განცხადება გააკეთა. თუ შენ გინდა, მიმართავს უკრაინელებს, რომ თქვენი ქვეყანა შენარჩუნდეს იმ საზღვრებში, როგორშიც ის დღესაა წარმოდგენილი ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, უნდა დასთანხმდეთ მოლაპარაკებას, არ უნდა ჩაშალოთ მოლაპარაკების პროცესიო. ადრესატი აქ იგითხარით არის კიევი. თუმცა კიევი მოლაპარაკებებზე წინააღმდეგი არ არის. თუმცა კიევი არ არის წინააღმდეგი, რომ შეწყდეს ცეცხლი. თუმცა კიევი არ არის წინააღმდეგი, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ, ნახეთ, ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით ამ საკითხებზე და აქ ამ ნაწილში დაშორიშორდნენ. მოსკოვი არის თუ არა თანახმა ამ ყველაფერზე, ისმოდა ეს კითხვა და პრინციპში ბევრი ჩვენგანი მსოფლიოს მასშტაბით ამბობდა, რომ რაც არ უნდა 28 პუნქტიანი შეთავაზება გაუკეთო მოსკოვს, მისთვის ხელსაყრელი ამ 28 პუნქტიდან პრაქტიკულად 28-ვე იყო, მაგრამ მოდი თქვათ ასე, თქვათ იყო 25. რაც არ უნდა უკრაინის ინტერესები გაითვალისწინოს 3 პუნქტში და მე უკვე იცით თქვენ რომ ეს 28 პუნქტიანი შეთანხმება, შეთავაზება ტრანსფორმირდა 19 პუნქტიან შეთავაზებად, რაც არ უნდა წარმომადგენელი პრეზიდენტ ტრამპისა გააგზავნა მოსკოვში ამ დოკუმენტით ხელში და ამ დოკუმენტს მართლაც დაუდევს ვიტკოფი პრეზიდენტ პუტინს, რაც არ უნდა შესთავაზო მოსკოვს, მოსკოვი კვლავაც ლაპარაკობს, პუტინი კვლავაც ლაპარაკობს ეგრეთ წოდებულ პირველ ქმნილ, პირველначальные причины, ანუ პირველ ქმნილ, მე ესე ვთარგმნი ხოლმე, საწყის ბაზისურ მიზეზებზე ამ კონფლიქტის წარმოშობისა და ამბობს, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს უკან. ამიტომ ლუკაშენკა კიევს ზელენსკის კი მიმართავს, მაგრამ ადრესატი ზელენსკი არ არის. ზელენსკი კვლავ ვიმეორებ თანახმა, რომ ხვალვე მხარეებმა შეწყვიტონ ცეცხლი და ზელენსკი თანახმა, რომ ფრონტზე არსებული მდგომარეობით დაშორიშორდნენ ეს მხარეები, აი პუტინი კი ამას უარყოფს და ჩვენ პრინციპში ყველამ ვიცოდით, რომ პრეზიდენტი პუტინი, ეს შლეგი ლიდერი, არ მიიღებდა არანაირ შეთავაზებას დასავლეთიდან, არც 19 პუნქტიანს, რომელიც ახლა დევს მაგიდაზე და გაგიკვირდებათ და არც 28 პუნქტიანს, რომელიც იდო მაგიდაზე და რომელიც ჩაიშალა, რომელიც აღარ არსებობს. თუ ჩვენ განვახორციელებთ სამშვიდობო შეთანხმების ყველა დებულებას იმ ჩამონათვალის ფარგლებში, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგანო, ამბობს პუტინი, ანუ დევს მაგიდაზე, მის კაბინეტში დევს ეს ფურცელი 19 მუხლიანი. ნორმალიზაცია შესაძლოა კი მოხდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ დაადრევიაო. თუ ნორმალიზაცია მოხდება, ნაადრევი როგორღაა, ან რატომღაა ეს შეთავაზება. ყირიმის, ნახეთ რას ამბობს პუტინი, დონბასის, დონეცკის, ლუხანსკის და ყირიმის და ნოვოროსიის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ჩათვლით. ანუ მას უნდა რომ მთელ საზღვრებში ვერ აკონტროლებს, ზაპოროჟიეს 50%, 60% ვერ აკონტროლებს, ხერსონის 50%-ს ვერ აკონტროლებს. აღიარება უნდა იყოს რუსეთისა და შეერთებული შტატების მოლაპარაკებათა საგანიო. ანუ უკრაინა არც არაფერს არ წარმოადგენს. უკრაინა მე-5, მე-7, 42, 64 ხარისხოვანი ქვეყანაა. მთავარია მისეული გაგებით ორმა მონსტრმა, მაგრამ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ორმა მძლავრმა სახელმწიფომ მოილაპარაკოს სხვა ქვეყნის, დე იურე სხვა ქვეყნის ტერიტორიის გაყოფაზე. მთავარია შეერთებულმა შტატებმა დამიკანონოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, ანუ ნოვოროსია ამ ტერმინს უბრუნდება, არ გახანია დაახლოებით 6 თვეა არ უხსენებია ეს ნოვოროსია როგორც ასეთი და მთავარია შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მოილაპარაკონ და უკრაინა არის არამკითხე მეამბე თუ მეამბე, მიტყიპე და მიაგდე. უკრაინამ კანონის მიხედვით უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ტერიტორიულ საკითხებზე, ეს პუტინის სიტყვებია, იმედი მაქვს
რომ მომავალში შევძლებთ უკრაინასთან შეთანხმებას, რაზე შეძლებ უკრაინასთან შეთანხმებას, რომ უკრაინამ დაგითმოს არა მხოლოდ ის, რაც ოკუპირებული უკვე გაქვს, არამედ ისიც, რაც შენ ჯერჯერობით ძალითაც კი ვერ მოგიპოვებია ხსენებულ დონეცკის ოლქში. რუსეთი აკონტროლებს ამ ოლქის დაახლოებით 70-75%, 25-30% ჯერაც კიევის კონტროლ ქვეშაა და რუსეთი ითხოვს, რომ გავიდნენ ამ ტერიტორიიდან, ეს იცით პრინციპში, მაგრამ მე ვიმეორებ, რომ მათთვის განსაკუთრებით, ვინც ჯერაც ფიქრობს, რომ რუსეთი ვება სახელმწიფო არის რა, ის ყველაფერს მოახერხებს, არა, ვერ ახერხებს დონეცკის სრულად გაკონტროლებასაც კი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო ეს ჯოჯოხეთური ომი, გავიდნენ უკრაინელებიო და მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეიძლება რამ შეთანხმებაზე საუბარიო. მხოლოდ უმაღლეს რადას აქვს. აქამდე ჩვენ ვიცოდით, ნახეთ, პუტინი ამბობს, რომ მხოლოდ უმაღლეს რადას აქვს უფლება გააგრძელოს თავისი უფლებამოსილება საომარი მდგომარეობის პირობებში, უკრაინის პრეზიდენტს კი არაო. ანუ ზელენსკის, რამდენადაც ის უკანონოა პუტინისეული გაგებით, მას არც დავუჯდები მოლაპარაკებათა მაგიდასთან აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ რუსეთი უშუალოდ არ არის დაინტერესებული ომის არც შეჩერებაში და არც დასრულებაში და ამაო იყო ფიქრები თუ იმედები ვაშინგტონიდან, რომ ორივე მხარეს უკრაინასა და რუსეთს ისინი პრეზიდენტი ტრამპი კონკრეტულად მიიყვანდა შეთანხმებამდე, მიათრევდა პუტინს შეთანხმებამდე და მიიყვანდა, მიაბრძანებდა პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმებამდე. ეს უკანასკნელი მე მაინც გონია, რომ განსაკუთრებით ვთქვათ, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან ვატიკანის შეხვედრა იგულისხმება დიდო სტატურ დიპლომატიურ, პოლიტიკურ დიპლომატიურ თამაშს თამაშობს. ის არც ერთი წამით, არც ერთი ემოციით, არც ერთი წარბის აწევით არ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპს, შეერთებულ შტატებს, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპისაგან არც თუ იოლად და სასიამოვნოდ მოსასმენი მესიჯები მოდის კიევის მიმართულებით და არაერთხელ ყოფილა ეს აპრილის თვიდანაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვაშინგტონის ერთ-ერთი თუ ბოლო არა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, ანუ ის შეხვედრა, როდესაც რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო ტომოჰავკების გადაცემის საკითხი, მაგრამ ფრიად უსიამოვნოდ კი დასრულდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის არ დატყობია, არ შეტყობია აღელვებაც კი, ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალისხმევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ლიდერობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცდილობები, რომ დაამყაროს მშვიდობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაკვირველია, კიევი ამ ყველაფერს აფასებს. მხოლოდ რადას აქვს უფლება ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი პუტინი ეს შლეგი ლიდერი არც ცნობს და არც არასოდეს ალბათ, ყოველ შემთხვევაში თუ არ მიათრევენ მართლა, არ დაუჯდება მოლაპარაკებებზე უშუალო განსხვავების თანდასწრებით პრეზიდენტ პუტინს. უკრაინისთვის ფრონტის ჩამოშლა გარდაუვალი იქნება თუ კუპიანსკში განვითარებული სიტუაცია სხვა სექტორებშიც განმეორდება. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს მოგვასაღოს, რომ კუპიანსკში თითქოს რუსებმა სრულ წარმატებას მათ მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ სრულ წარმატებას მიაღწიეს უკრაინას. რასაკვირველია, კუპიანსკშიც და სხვაგანაც უჭირს, მაგრამ ასე იოლი არ იქნება მთელი დონბასის ტერიტორიის და კიდე მერე უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებით, ან დნეპროპეტროვსკის მიმართულებით ფრონტის გაშლა, იმიტომ რომ უკრაინას კი უჭირს, მაგრამ არანაკლებ უჭირს რუსეთსაც, განსაკუთრებით არა იმდენად ადამიანური ხორცის მანქანაში ჩაკეპილი მოქალაქეების საკუთარი სალდატების გაგზავნის კუთხით, არამედ უფრო ტექნოლოგიური კუთხით, უფრო ლოჯისტიკური კუთხით და ასე შემდეგ. ამჟამინდელმა უკრაინულმა ხელმძღვანელობამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა იმით, რომ შეეშინდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და მე იქ ამბობს, რომ ლეგიტიმაცია დაკარგა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. კიდევ სხვა სიტყვების წარმოთქვა პრეზიდენტმა პუტინმა სამშვიდობო დოკუმენტების ხელმოწერა დღევანდელ უკრაინულ ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია თუ ამას ამბობს დღეს, ანუ სუსტად რო ვილაპარაკოთ, მან თქვა ეს ყველაფერი გუშინ, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ამას არ იტყვის, ასე მაგალითად 27 თებერვალს, ანუ ორ თვეში, ასე მაგალითად 27 აპრილს, ანუ 4 თვეში და ასე შემდეგ. მოკლედ პუტინი არამც არ არის მზად იმისთვის, რომ დაასრულოს ომი.
და არც მზად არის და არც უნდა მას მართლა აქვს განცდა ამგვარი რომ რუსეთი იგებს და რუსეთი მიწასთან გაასწორებს უკრაინის იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში სულ მინიმუმ რომელზეც მას ჯერჯერობით დე იურე პრეტენზია ვთქვათ ეს ტიპ აღმოთქმული პრეტენზია აქვს თუმცა მთელ უკრაინაზე რომ აქვს პრეტენზია ამის ნათელი დადასტურება თუნდაც 2022 წლის სწორედასწრო თებერვალი როდესაც რუსეთმა იმ ტერიტორიებსაც მათ შორის კიევს შეუტია ყველაზე მძიმე კვლავ მეორე ფესგუშინაც თქვი ყველაზე მძიმე პერიოდი დადგება ამ მშვიდობის დამყარების აი თეორიულად რომ დამყარდეს მშვიდობა ოღონდ არც მყარდება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდგომ როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით რასაკვირველია ეცდება რეჟიმ change უკრაინაში დამშვიდებული უკვე არასაომარ მდგომარეობაში ყოფი საზოგადოება სუბიექტურად კრიტიკულადაც გახედავს პრეზიდენტ ზელენსკის მმართველობას რომელიც მართლაც ვალდებული იქნება ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთმა იქნება და შემოაცუროს არა იანუკოვიჩის მსგავსი ამ იანუკოვიჩის მსგავს ალბათ არანაირი შანსი არ ექნება მაგრამ ისეთი პირი რომელიც რუსეთთან მეტი დათბობის მეტი თანამშრომლობის მეტი კომპრომისის მომხრე იქნება ცხადია გვარებს მე ვერ დავასახელებ არანაირი უფლებაც არ მაქვს და პრინციპში ინფორმაციაც არ მაქვს იმის თაობაზე ანალიზიც არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს რეიტინგული პირი რომელიც რუსეთთან დაპირისპირებას არ დარჩება და თკბილ ურთიერთობას ამჯობინებს მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა პრინციპში არც სწორი არ არის ჯერ ომი გრძელდება და როგორც ჩანს არ დასრულდება დაბრუნებული ტერიტორიების რაოდენობა იზრდებაო ამბობს პრეზიდენტი პუტინი რუსეთი არასოდეს აპირებდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი არასოდეს აპირებდა ევროპაზე თავდასხმას ეს სასაცილოა მაგრამ თუ მათ სურთ ამის იურიდიულად გაფორმება მაშინ კარგი ამას გავაკეთებთ მოდი ერთი წამით დაუჯეროთ შლეგ პუტინს და ვთქვათ რომ არც არასოდეს არ აპირებდა და არც აპირებს რუსეთი თავდასხმას ევროპის კონტინენტზე მე მინდა გითხრათ რომ 2000-იანი წლების 10-იანი წლებიდან ანუ 21 საუკუნის 10-იანი წლებიდან ნატომ განსაზღვრა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა დეფინიცია რა არის ომი თუ აქამდე მე 20 საუკუნეში მოდი ასე ვიტყვი ან ამ პერიოდამდე ეს არის ერთ-ერთი ნატოს ერთ-ერთი სამიტი თუ მანამდე ომად ითვლებოდა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მათ შორის მძიმე ტექნიკის სახვევით ოჯარების ავიაციის ფლოტის შეტევები ფლოტიდან განხორციელებული შეტევები რომელიმე სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის საზოგადოებაზე სხვა ქვეყანაზე უკვე 2000-იანი წლების 10-იანი წლებიდან ან 21 საუკუნის 10-იანი წლებიდან ნატომ დეფინიცია როგორც ასეთი გააფართოვა ნატომ განსაზღვრა რომ ომი აღარ არის მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირება ომი არის მათ შორის ჰიბრიდული ომის სხვადასხვა იმ ელემენტების გამოყენება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ რომლებიც არღვევს იმ კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს იმ კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებაზე რომელსაც ის კონკრეტული ქვეყანა მიხავს სულისკვეთების ასე ვიტყვი ცხადია ეს არ წერია მოკლედ რეჟიმის იმ ქვეყნის რეჟიმის change-ამდე ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე და კიდევ სხვა ბევრი კომპონენტია ამ ჰიბრიდული ომი ნიშნავს მრავალ კომპონენტიან ერთ-ერთი არის კონვენციური მაგრამ სხვა კომპონენტებიც არსებობს რომელსაც იყენებდა რუსეთი ბევრი სხვა სახელმწიფოც იყენებს თლად გულახდილებით თუ ვიქნებით მაგრამ რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ძალიან ხშირად იყენებს მიმართავს ამ ჰიბრიდული ომის ელემენტებს საინფორმაციო ეკონომიკური ბერკეტები საინფორმაციო ომი ეკონომიკური ბერკეტები ფსიქოლოგიური ზეწოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგალითად როდესაც ერევა ესა თუ ის ქვეყანა რომელიმე სხვა ქვეყნის არჩევნებში ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილია მაგალითად როდესაც ბრიტანეთთან წარმოიდგინეთ ჩნდება რუსეთის ფლოტი ერთ-ერთი გემი ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილია მაგალითად როდესაც პოლონეთის თუ ბელგიის თამზე გადაიფრენს რომელიმე უპილოტო საფრენის საშუალება რუსეთიდან ან საერთოდაც ავიაცია რუსეთის სუ თუ მიგი სუები ესეც გაგიკვირდებათ და ჰიბრიდული ომის ნაწილია მაგალითად როდესაც რუსეთი ერევა რომელიმე ბალტიური სახელმწიფოს არჩევნებში ესეც ჰიბრიდული
ომის ნაწილია. პუტინი ამბობს, რომ მეო დავიფიცებიო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავესხმები თავს ევროპის რომელიმე სახელმწიფოსო, მაგრამ ეს არსებითი ტყუილია, იმიტომ რომ ის უკვე ესხმის ევროპის სახელმწიფოებს თავს. უკვე ჰიბრიდული ომის, ანუ არა კონვენციური ომით, არა ჯარების შეყვანით, მაგრამ უკვე უქმნის უსაფრთხოებას პრობლემებს, ასე მაგალითად ლატვიას უსაფრთხოების პრობლემებს, ასე მაგალითად პოლონეთს და ეს აღმოსავლეთ ფლანგი დაგისახელეთ ევროპის კონტინენტისა, დასავლეთ ფლანგის რიგ სახელმწიფოებსაც ემუქრება და ან ხორციელებს კიდეც მუქარებს ის რევს უშუალოდ ამ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით საინფორმაციო ფული აქვს რა, საინფორმაციო პოლიტიკით, მან შეუძლია მედიის საშუალებების მოსყიდვა, ონლაინ მედიის საშუალებების მოსყიდვა, მას შეუძლია დეპუტატების მოსყიდვაც კი, ამა თუ იმ შედარებით სუსტ, ასე ვიტყვი, შედარებით მოწყვლად სახელმწიფოში. ამასაც დავარებოთ თავი. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პუტინი გახდა რუსეთის ლიდერი, მას რომ კითხეს, კი მარა ყირიმი ვისიაო? მან დაახლოებით ამ ტონალობით, ამ რიხით თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში რასაკვირველია უკრაინისა ყირიმი და რუსეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს უკრაინის მიმართო. ყირიმი არის და იქნება უკრაინის ნაწილიო, მაგრამ გამოხდა ხანი, გამოხდა დაახლოებით 10-12-14 წელიწადი და 2014 წელს კრიმ возвращается в родную гавань, თავად დაწერა ლამის ეს წინადადება პრეზიდენტმა პუტინმა, თქვა რომ ყირიმი დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს წიაღს რუსეთის ფედერაციას. დღეს რომც დაიჯეროს გულუბრყილო რომელიმე ევროპელმა, რომ პუტინი არავითარ შემთხვევაში არ დაესხმება თავს ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე, ეს ტყუილის დაჯერება იქნება. ხვალზე 10-12 წელიწადში პუტინი ან მისი რომელიმე მემკვიდრე, მისი რომელიმე გამოპუტინებული მემკვიდრე და პუტინის ხადია დაიწყებს უკვე ნელ-ნელა ფიქს იმაზე, დაწყებულიც აქვს, ვინ უნდა იყოს მისი მემკვიდრე, თუნდაც პირობითად 10 წლის შემდეგ, რაც ბევრს ვამბობ, მაგრამ მაინც ის ძერჟავისტი მომავალი რასაკვირველია შემოარღვევს პირობას მიცემულს პუტინის მიერ, იმიტომ რომ არც ესმის, ვერც გაუგია, რომ ომი როგორც ასეთი არ არის მხოლოდ კონვენციური ომი. მისი, ანუ მომავალი ივანოვის, პეტროვის ან მომავალი პუტინის მემკვიდრის თვითმფრინავები აფრინდებიან და შეუქმნიან საფრთხეს ლატვიას, ლიეტუვას, თუ ესტონეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, თუ სლოვაკეთს, უნგრეთსაც კი, რომელიც ორბანისა ორბანებული რასაკვირველი არ იქნება. კიდევ რომელი ქვეყანა დავასახელოთ სლოვენიას და ასე შემდეგ ბალკანეთის სახელმწიფოებს ზოგადად და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც კი. ასეთია იმპერიალისტური ბუნება რუსეთისა და არა მხოლოდ პუტინის რუსეთისა, არამედ ზოგადად რუსეთისა. რუსეთი მთავრდება არსად, რუსეთი არსად მთავრდება, სადაც რუსული ენა, სადაც რუსული კულტურა, სადაც რუსული იმპერიული ამბიციები არსებობს. ამიტომ კონსტიტუციაშიც რომ ჩაწეროს, რომ არამც და არამც ვიფიცები და ვიგინები, რომ არ გავაფართოებ ჩემს გავლენებს, საზღვრებს არა იმდენად, რამდენადაც გავლენებს ევროპის მიმართულებით, თუ კონსტიტუციაში რომც ჩაწეროს პუტინმა ეს ყველაფერი, ნებისმიერი შემდგომი პუტინი, ნებისმიერი გამოპუტინებული რასაკვირველია კონსტიტუციას დაარღვევს, ისევე როგორც ხრუშოვს დაარღვია სტალინის კონსტიტუცია, ისევე როგორც ბრეჟნევმა დაარღვია ხრუშოვის კონსტიტუცია, მიდგომები, მოდი ასე ვიტყვი, ისევე როგორც გორბაჩოვმა დაარღვია ბრეჟნევის მიდგომები, ისევე როგორც ელცინმა გორბაჩოვისა, ისევე როგორც პუტინმა ელცინისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის სახელმწიფო, რომელსაც მემკვიდრეობით ინსტიტუციურად გადაეცემა პრინციპზე. ხო, პრინციპს ითვალისწინებს ყოველი მიდგომას, ფილოსოფიას, ითვალისწინებს ყოველი შემდგომი ხელისუფალი. ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც რევიზიას უკეთებს წინა მმართველების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თავის იმპერიულობას, თავის იმპერიულ გადაწყვეტილებების რეალიზებას უკეთებს, თუ ამის შესაძლებლობა აქვს და შესაძლებლობა კი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის არის ძლიერი და დაუსჯელი. ამიტომ მე არ ვიცი რა სიზამს ცხადია, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რა სიზამს პრეზიდენტი ტრამპი უკვე შემდგომ, როდესაც გაიგებს და ბუნებრივია მან უკვე იცის რომ რუსეთი უარს ამბობს ნებისმიერ პრაქტიკულად სამშვიდობო შეთანხმებაზე, მაგრამ
მაგრამ იმის კი ვიცი, რომ რუსეთის იძულება, რუსეთის დასჯა და იძულება მშვიდობაზე არის აუცილებელი, არა ლბილთბილი ლაპარაკი მასთან, არამედ ძალის დემონსტრირება და მხოლოდ ძალის დემონსტრირება. რუსეთი არასოდეს აპირებდა ევროპაზე თავდასხმას, ეს სასაცილოა, როცა ამბობს პუტინი, ეს არის თავად სასაცილო. რაც შეეხება J8-ს ან J7-ს, ჩვენ არ გვითხოვია გაწევრიანება, ეს პასუხია პუტინისა, ტრამპისათვის, რომელმაც თქვა, რომ J8-ში, J7-ში მერვე წევრად დავაბრუნოთ რუსეთიო. ჟენევაში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მათ თავად გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი 4 კომპონენტად უნდა გამოყოფილიყო, რაც არსებით იტყუილია. 28 პუნქტიდან პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი აღარ არსებობს, ტრანსფორმირდა კი არა, გადაიწერაც არა. ახალი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ალბათ 28 ჩვენ გავეცნობით ამ 19 პუნქტიდან შეთანხმებას კი არა შეთავაზებას, მაგრამ ალბათ 28 პუნქტიდან ცალკეულ კომპონენტებს, ცალკეულ მუხლებს ითვალისწინებს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ 29 პუნქტიანი შეთავაზებას შეთანხმება 28 პუნქტიანის მემკვიდრეთ. ეს არის კვლავ მიმეორებ, ეს არის სხვა დოკუმენტი. ახლა კიდევ ერთი დაქადნება, რუსული ფინანსური აქტივების კონფისკაციას მძიმე შედეგები მოჰყვებაო, ამბობს პუტინი. იცით თქვენ, რომ ევროპა განსაკუთრებით და პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატების სულ მუდმივად ლაპარაკობენ და აპირებენ, რომ 300 მილიარდი დოლარი არ მომერდება ამ სიტყვის წარმოთქმა წაართვან რუსეთს, ეს ის ძირითადი აქტივებია, რომლებიც სხვა შორის უნდა მიმართულიყო უკრაინისაკენ მაშინ, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეწყდებოდა. უკრაინის აღდგენის ფონდს უნდა გადარიცხოდა ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ახლა იმდენად უჭირს უკრაინას, რომ შეიძლება ახლა მოხდეს განყინვა, გალღობა, ანუ ამ ფონდისა და თანხების მიმართვა სწორედ უკრაინის მიმართულებით. მე უკვე აკეთებს განცხადებას ვიტკოფისა და უშაკოვის კომუნიკაციის თაობაზე და ასე შემდეგ და ეს არის შლეგი ლიდერი პრეზიდენტი პუტინი. მე ახლა სიმართლე გითხრათ, კიდევ მინდა ორი სიტყვის თქმა, თუმცა 22 წუთია 22 წუთია გასული და ერთ საკითხზე მინდოდა გამემახვილები ნაგემი ვაგენი. პრინციპში ეს არის ჭადრაკის მსოფლიო მე-13 ჩემპიონის ჭაბავა სახელოთ, როგორ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონები ლასკერი, სტეინიცი, ლასკერი მნიშვნელობა არა აქვს, კაპაბლანკა, ეივე, ასე შემდეგ, ალოხინი, რომელიც არ იყო, რომელიც არ დამარცხებულა, მერე უკვე არის პეტროსიანის ნაკლებად, ტალისა და ბოტვინიკის ეპოქა, მერე არის ასე შემდეგ და მე-13 ჩემპიონი, ფიშერი დასაკვირველი და მე-13 ჩემპიონი არის გარი კასპაროვი. ხო და ეს მსოფლიო ლეგენდა ამერიკაში მყოფ რუსეთიდან დევნილმა ოპოზიციის პოლიტიკოსი გარი კასპაროვმა უკაცრავად ჰალიფაქსის კანადაში, ანუ უსაფრთხოების ფორუმზე ბევრი სათქმელი თქვა ნატოს არსებობის ეჭვებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იბრძვის დღეს მთელი დასავლეთის უსაფრთხოების უკრაინა და მისი პრეზიდენტი. დიახ, ნატო აღარ არსებობს, ეს თქვა კასპაროვმა. ნატო აღარ არსებობს, მაგრამ ნატოს უსაფრთხოებისთვის და საერთოდ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სწორედაც რომ უკრაინა იბრძვის და ისიც რა არის, ჩვენ ხანდახან ეს პოლიტკორექტულობისა და გამო ამ სიმართლეებს არ ვამბობ და მათ შორის მეც სულ მუდმივად ვამახილებ ყურადღებას იმაზე, რომ ნატო ძალიან მძლავრია ახლაც, მაგრამ მართლა რუსეთმა შემოარღვია ნატოს სისტემა როგორც ასეთი, ბზარები გაუჩინა, მათ შორის აღქმებსაც ნატოს როგორც ერთიანი და უძლეველი სივრცის მიმართ. რასაც ხდება არის შოუო, თქვა კასპაროვმა, რომელზეც პუტინი ვერც კი იოცნებებდა, არც ერთი პირდაპირი პასუხი არ არსებობს. საკითხი საერთოდ არ არის იარაღის რაოდენობაში. აქამდე თუ გახსოვთ, სწორედ გარი კასპაროვი ბაიდენის ადმინისტრაციას საყვედურობდა, რომ მიეცით იარაღი. აქ ცოტა ცვლის ის აქცენტებს და ამბობს, რომ იარაღის რაოდენობაში არ არის სულაც საკითხიო, არ დგას ეს პრობლემაო, რომელიც თქვენ გაქვთ. საკითხი იმაში მდგომარეობს, მზად ხართ თუ არა საბრძოლველად და სიკვდილისთვის. ფილოსოფიური გააზრება არასაკვირველი, ამბობთ თუ არა ჩვენ გვყავს კანადური ბრიგადა ლატვიაში შესანიშნავია, მაგრამ რა ბრძანება აქვს ამ ბრიგადას? თუ რუსები საზღვარს გადაკვეთენ, ანუ ლატვიისა, ეს ბრიგადა გაისვრის? ვერ ხვდები, როგორ შეიძლება სერიოზულად განვიხილოთ სამშვიდობო გეგმა, ანუ 28 პუნქტიანი ან 19 პუნქტიანი, რომელიც ტრამპის ბიზნეს პარტნიორებმა შეთხზა, ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ვიტკოფი. ეს უძრავი ქონების გარიგებაა, ცინიკური სქემა ტრამპის ოჯახის გასამდიდრებლად და უკრაინის გაყიდვის
ფასად ხო რა უფლება მაქვს ხა დავიწუდო, მაგრამ ეს ამაში არის სიმართლის დასახი. მე არ ვეთანხმები ამას, რომ ტრამპის ოჯახის გასამდიდრებლად შექმნილი გეგმა, მაგრამ მაინც. შეძახილი ასეთი დიახ, ჩვენ აქ ნატოს ამბავს აღვნიშნავთ, ნატო დღეს ფიქციაა, ნატო არ არსებობს, ეს ფეიქია, 4 მგერა ნატო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ აქ მშვიდად ხეთხართ და ზეიმებს აწყობთ, ის არის, რომ უკრაინა ყოველ წუთს სიცხლს ღვრის. ეს არის მისი განცხადება, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რეალურად აწარმოებს ომს და ამით ევროპას იფარავს. როგორც რუსეთის მოქალაქე, მეც ვგრძნობ ჩემს დანაშაულს და არ მაქვს უფლება ზელენსკის ვურჩიო რა გააკეთოს. თორემ პირდაპირ ვეტყოდი, მიდი ჯანდაბაში გაუშვი ეს ტრამპი, თქვა თქვენ გაქვთ 85 ხმა, ეს საკმარისებელია, მაშ რატომ არ არის ეს კანონ პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სასაქციო პაკეტი, რომელიც სენატში მზადდებოდა და მზადდება, თუმცა ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. მთლად ესე არ არის, რომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, მაგრამ მე მაინც რაღაც ამ ინტერპრეტაციას გავყვები. პუტინის სინძინპინი და ყველა დიქტატორი აპლოდისმენტებით ხვდებიან იმას, რაც ახლა ხდება. რუსეთი უკვე ჩრდილოეთ კორეული, კუბელი და აფრიკელი დაქირავებულების ხელით იბრძვის. და ამის შემდეგ ჩვენ ისევ ესკალაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ყველაფერი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ძალა, დიახ, დასავლეთი არ იყენებს სამხედრო, ეკონომიკურ ყველანაირ ძალას რუსეთის წინააღმდეგ, ამას აქვს ჩემეული გაგებით ახსნით გარკვეული მიზეზები, დასავლეთს ფრიად აშინებს რუსეთში შესაძლო დეზინტეგრაციული პროცესები ერთადერთი მიზეზის გამო. ის ბირთვული კობინები, რომელთა გარკვეული ნაწილი, გარკვეული ანალიზის მიხედვით საერთოდაც წყობრიდან არის გამოსული, მაგრამ რაც არ არის წყობრიდან გამოსული, როგორ ამოქმედდება, ვის ხელში აღმოჩნდება და ვის ხელშიც აღმოჩნდება, ეს ყველა ის ამოქმედებს თუ არა, მაგრამ დასავლეთმა ალბათ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ ვინმე აი დღეს 140 მილიონია რუსეთის მოსახლეობა. ამ 140 მილიონიდან იქნება ხო მომავალი ლიდერი, ან ლიდერები თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ყველაზე კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ 140 მილიონიანის ქვეყნიდან მოსახლეობიდან მხოლოდ ერთს პუტინს აქვს ამ ბირთვული კობინების ამოქმედების შესაძლებლობა, სურვილი თუ ვინმეს აქვს საერთოდ. მოკლედ, პუტინზე მეტად ატომურ ბომბს არ ისვრის არავინ. 129,999 მოქალაქე უფრო ნაკლებად ისვრის ამ ატომურ ბომბს ვიდრე პუტინი. ამიტომ პუტინი გაცილებით დიდი საფრთხეა, როგორც ატომური ბომბის შესაძლო ცროლელი, ვიდრე დანარჩენი მთელი მოსახლეობა რუსეთის 129,999,000 და ასე შემდეგ, ხო? ეს უნდა გაიგოს დასავლეთმა. პუტინი არის კაცობრიობის მტერი. თუ სროლა, სწორედ პუტინია თითის დამჭერი იმ წითელ ღილაკზე. მეორეს მხრივ გავუგოთ მეთქი დასავლეთს, ის სასაკვირველია ცდილობს, რომ აიცილოს ეს ატომური ბომბის სროლა და ეს საერთოდ ეს მესამე მსოფლიო ომი კარს მომდგარი, იმიტომ რომ ჩინეთმა და იაპონიამ ერთმანეთთან დაძაბეს, მინუს ვენესუელაში რაც ხდება, ისიც ახლო აღმოსავლეთში პრობლემები არ მოგვარებულა, საბოლოო ჯამში აგე ცენტრალურ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგზე პრობლემა არის, აგე ქვეყნები ერთმანეთს ემუქრებიან, ინდოეთი და პაკისტანი რას იზავენ ზეგმაზე ორივე ბირთვული სახელმწიფოა ღმერთმა უწყის, ირანი რას იზავს მაზეგან ერთი კვირის თავზე პირობითად ასევე ღმერთმა უწყის და ასე შემდეგ. მოკლედ, მძიმე მდგომარეობაშია მსოფლიო, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ იმისთვის, რომ მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდებს მსოფლიოსი, ბოროტების სათავეები როგორღაც უნდა ჩაიკლას. მთავარი ბოროტების სათავეთაგან რასაკვირველი არის პუტინი. რომელიც თავად ომს უკრაინაში არ ამთავრებს. არ უნდა დამთავრება და იმიტომ აი პუტინის მეგობარია ბიზინა. ეს როგორ მეთქვა, არ შეიძლებოდა 30 წამი დამრჩა, ვიდრე გასრულდება 30 წუთი. მე მინდა გკითხოთ თქვენ, რას აპირებთ დღეს? თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე, უფრო ზუსტი რო იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფი ტელევიზიასთან, საღამოს 7 საათზე,
ხომ ვიკრიბებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი, ვისაც ჯანი გაქვთ, სურვილი გაქვთ, იმედი გაქვთ და პასუხისგებლობა გაქვთ, წამოხვალთ და იქნებით ამ დიდი მარშის მონაწილე. 28 ნოემბერია დღეს, 1 წელი გასრულდა მას შემდეგ, რაც ბანდიტმა ივანიშვილმა საქართველოს სრული, მანამდეც ქონდა დაწყებული, მაგრამ სრული ჩაჩეხვა დაიწყო და რაღაცნაირი წინააღმდეგობა გაუწიოთ რა. ერთმანეთს დავენახოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ. ნახვამდის.